მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მუსიკოლოგოსი, მე ვარ კომპოზიტორი აჩიკო გიორგობიანი, ჩემი თანაწამყვანი ნინო შვანია პიანისტი. გამარჯობა, ეს ჩვენი პირველი გადაცემაა სატელევიზიო სივრცეში და დღეიდან მოყოლებული ყოველ შაბათს აჩიკო და მე მუსიკაზე გესაუბრებით. რაც შეეხება დღევანდელ გადაცემას, დღეს მთელი ჩვენი ყურადღება მიმართული იქნება ერთ დიდ ნივთზე, რომელიც საქართველოში თითქმის ყველა ოჯახის ინტერიერს ამშვენებს. მასზე ხშირად განვათავსებთ სხვადასხვა ზომის დეკორატიულ საკნებს, ყვავილებს, ჩარჩოებში ჩასმულ ფოტოსურათებს, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ის პირველადი დანიშნულება, რომელიც ამ ნივთს განსაკუთრებულობას ძენს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ორივე ამ ნივთს პირველადი დანიშნულებისამებრ ვიყენებთ. განსაკუთრებით ჩემი თანაწამყვანი. დინოსგან განსხვავებით, რომელიც სიამოვნებას იღებდა ამ ნივთთან ურთიერთობით, ბევრი ბავშვისთვის ეს ნივთი ერთგვარ მონსტრთან ასოცირდებოდა და ასოცირდება დღესაც. ეს ტენდენცია თავს იჩენს განსაკუთრებით საბჭოთა ეპოქაში გაზრდილ დაბადებულ ბავშვებში. საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ სურათი იგივეა. მოკლედ, ეს ნივთი ფორტეპიანოა. ფრანგმა მწერალმა მარკიზ დე მაპეიმ 1711 წელს ერთ-ერთი ჟურნალის საშუალებით სამყაროს ახალი ინსტრუმენტის დაბადება ამცნო. ეს ინსტრუმენტი მან მოიხსენია როგორც კლავესინი, ფორტეტი და პიანოთი, რაც მოგვიანებით ახალი საკრავის საერთაშორისო დასახელებად იქცა. თუმცა ფორტეპიანოს დაბადების ისტორია ბევრად ადრე იწყება. ფორტეპიანოს წარმოშობას წინ უძღოდა სამი კომპონენტის გაერთიანება. საუბარია სიმებზე, ჩაქუჩებსა და კლავიატურაზე. ყველაზე ადრე მათგან წარმოიშვა სიმები, ყველაზე გვიან კი განვითარდა კლავიატურა. ეს ის მექანიზმია, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მრავალხმიანი ჟღერადობის წარმოების საშუალებას იძლევა. სწორედ კლავიატურის წყალობით მონოქორდი, აკუსტიკური გამოდვლების ჩასატარებელი ანტიკური ხელსაწყო, იქცა მუსიკალურ საკრავად. მონოქორდს გააჩნდა ერთადერთი სიმი, რომელიც მართკუთხა ყუთზე იყო გადაჭიმული. სიმების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა, რის შედეგადაც მე-14 საუკუნეში სახეზია 19 სიმიანი მოწყობილობა. ამ მოწყობილობაზე კლავიატურის მიმაგრების შედეგად წარმოიქმნა ახალი ინსტრუმენტი, კლავიკორდი. კლავიკორდის კლავიში და მასზე მიმაგრებული ლითონის თხელი ფირფიტა, რომელიც სიმს ეხება, შემსრულებლის თითის გაგრძელებად წარმოგვიდგება. კლავიშის დაჭერის ძალის ოდნავი შეცვლაც კი ბგერას ელფერს უცვლის. მიუხედავად ლამაზი ჟღერადობისა, კლავიკორდის ბგერას ერთი დიდი ნაკლი აქვს. ის შედარებით სუსტია, ამიტომაც კლავიკორდი ვერ უმკლავდება თავის კონკურენტს კლავესინს. კლავიკორდისგან განსხვავებით, კლავესინის ბგერას წარმოქმნის ხის ღერო, რომელზეც მიმაგრებული პლექტრი სიმს კი არ ედება, არამედ ჩამოკრავს. ამიტომ ეს ბგერა უფრო ძლიერია, თუმცა არამართვადი შემსრულებლის მიერ. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ეხები კლავიშს. ბგერა ყოველთვის ერთნაირი სიძლიერისაა. ან ფორტე, ან პიანო. სწორედ ეს იქცა კლავესინის ნაკლად მე-18 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მუსიკის პრიორიტეტად იქცა ემოციური გრადაციების გამოხატვა, ჟღერადობის თანდათანობით გაზრდისა და შემცირების გზით. ახალმა ეპოქამ მოიტანა ახალი კლავიშიანი საკრავის შექმნის აუცილებლობა. სწორედ ამ დროს სამი ოსტატი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და ერთდროულად ქმნის ახალ ინსტრუმენტს, რომელზეც ბგერა ჩაქუჩების სიმებზე დარტყმით იწარმოება. რაც უფრო ძლიერად ეხები კლავიშს, მით უფრო ძლიერად ჟღერს ბგერა და ერთ საკრავზე შენ შეგიძლია ფორტეტს დაუკრა, პიანოც და მათ შორის განფენილი განსხვავებული დინამიკური გრადაციებიც. ამ ტიპის საკრავი შექმნეს იტალიელმა ბარტოლომეო კრისტოფორიმ 1709 წელს, ფრანგმა ჟან მარიუსმა 1716 წელს და გერმანელმა კრისტოფ გოტლიბ შრეტერმა 1712 წელს. ყველაზე ცნობილი გახდა ბარტოლომეო კრისტოფორი, რომლის სახელოცნოც მოინახულა ფრანგმა მწერალმა მარკიზ დე მაპეიმ 1711 წელს. აქედან მოყოლებული კლავესინი, ფორტეტი და პიანოთი, ანუ ფორტეპიანო, იწყებს განვითარების საინტერესო გზას, რომელმაც ის სამეფო ინსტრუმენტად, როიალად აქცია და 21 საუკუნემდე მოიყვანა. აჩიკო, იცი, რომ ფორტეპიანოს საქართველოში დამკვიდრებას ძალიან რომანტიკული ისტორია უდევს საფუძვლად. საქმე იმაშია, რომ პირველად ეს საკრავი საქართველოში შემოიტანა ალექსანდრე გრიბოედოვმა და აჩუკა
თავის იმჟამიდელ საცოლეს ნინო ჭავჭავაძეს და დღეს ეს ინსტრუმენტი დგას ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში. კი, ეს ნაცნობი ფაქტი არის, საკმაოდ. ზოგადად ეს სასახლე ითვლებოდა ევროპული კულტურის მექად, ხო, მოგეხსენება მან ძალიან დიდი რაოდენობით იმართებოდა საღამოები, ესენი იყო ლიტერატურული თუ უბრალოდ თავშეყრის ადგილი იმდროინდელი დიდგვაროვანი საზოგადოების შეიძლება ითქვას და საკმაოდ დიდი რაოდენობით ჟღერდა იქ კლასიკური მუსიკა, ასე რომ საკმაოდ ისეთი ლამაზი ფაქტი არის, ეს შეიძლება ითქვას. მაგრამ დრო შეიცვალა ეხლა და მე ჩემს საცოლეს ამჟამინდელ ცოლს თავის დროზე დინამიკები ვაჩუქე როიალისგან განსხვავებით. მაგრამ რაოდენ პარადოქსულია ხო ჩვენში რასახე მიიღო ამ ინსტრუმენტმა, როგორ ლამაზად დაიწყო და განსაკუთრებით აი საბჭოთა კავშირში. იყო ერთგვარი მონსტრი, რომელიც ბავშვებს დღესაც უკვე ზრდასრულ ადამიანებს ძალიან ცუდ მოგონებებს აღუძრავს. რატო? ფორტეპიანოს გაკვეთილები ეგრეთ წოდებულ მუსიკაზე რო დადიოდნენ ბავშვები. მუსიკასთან მე მგონი იქ არანაირი შეხება არ ხდებოდა იმდენად, რამდენადაც ეს იყო თითების გავარჯიშება მარტო და ეს დღესაც რატომღაც ეს ინსტრუმენტი ზრდასრულ ადამიანებში მონსტრად ასოცირდება. თუმცა იცი, აი საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, დასავლეთში ფორტეპიანო მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული იმისთანა ტრანსფორმაციის, მე ვიტყოდი ფანტასმაგორიული ტრანსფორმაციის გზა განვლო, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრ მუსიკის მოყვარულს, კლასიკური მუსიკის მოყვარულს მართლა ჭეშმარიტ მონსტრად მოევლინა. კი, გეთანხმები, მაგაში აბსოლუტურად ორად გაიღო მსმენელი, შეიძლება ითქვას, და განსაკუთრებით საფორტეპიანო მუსიკას, არა მარტო საფორტეპიანო მუსიკაზე იქ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად რახან ჩვენი თემა დღეს ფორტეპიანოა. მართლაც ორად არის გაყოფილი მსმენელი და ეს ყველაფერი დაიწყო არა პეტერბურგში, არამედ 20-იანი წლების ამერიკაში. ოციანი წლების დასაწყისში პირველი ვინც ჩაძვრა ფორტეპიანოს შიგნით და სიმებში დაიწყო მუსიცირება იყო ამერიკელი კომპოზიტორი ჰენრი კოუელი. მან ზედიზედ დაწერა ერთი არის ეოლური არფა ნაწარმოები, სადაც ფაქტიურად ძირითადად კლავიშები არის ეს უბრალოდ მეორადი დანიშნულების და ძირითადად ხდება მოქმედება სიმებში და ასევე მეორე ნაწარმოები, სადაც საერთოდ უგულოყოფილია ფორტეპიანოს კლავიატურა და სიმებში ხდება თავიდან ბოლომდე მუსიცირება. თვითონ კლავიატურასთანაც მიმართებაში საკმაოდ ნოვატორი აღმოჩნდა. მან პირველად გამოიყენა ერთგვარი ეგრეთ წოდებული ახალი ტიპის აკორდიკა. მოგეხსენებათ ხა 5 თითი რაღაც რაოდენობა ბერებს მოიცავს, ხო? მაგრამ ის იყო პირველი, ვინც ფაქტობრივად გამოიყენა იდაყვი და ასევე ხელისგულებით დაკვრა. რაც მოიცავს 7-6 ბგერას, შეიძლება უფრო მეტიც არ არის ხო გამორიცხული. ასე რომ ის აქაც ნოვატორი იყო კლავიატურასთან მიმართებაში და ეს უკვე ეს სიმებიც და მსგავსი ტიპის შესრულება ფორტეპიანოზე ხელისგულებით და იდაყვებით ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმაც გახდა ახალი მუსიკისათვის, ასე რომ ვთქვათ, ახალი აკადემიური მუსიკისათვის. ხო, ფაქტია, რომ აი ამ კოუელის მიგნებით დღესაც იკვებება პროფესიული თანამედროვე მუსიკა. მე ჰენრი კოუელი კიდევ ვიცი რატომ მიყვარს ძალიან და ვაფასებ მას, იმიტომ რომ იყო ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორის ჯონ კეიჯის მასწავლებელი. მაშინ მე ჩაგეჭრები, არა მარტო ჯონ კეიჯის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯორჯ გერშვინის კი მისი ნამოწაფარი არის. რასაყოფეს არ ვიცოდი და იცი რა, როდესაც ჯორჯ გერშვინს უსმენ, ნამდვილად ვერ იტყვი, რომ კოუელის მოსწავლე იყო, როგორც ჩანს, თქმას კარგი გამგონი
მგონე უნდა და კარგი გამგონე, ყოველ შემთხვევაში ფორტეპიანოსთან ექსპერიმენტებთან მიმართებაში იყო სწორედ ჯონ კეიჯი, რომელმაც სამყაროს აჩუქა, შეიძლება ასე ითქვას, ესეთი საოცარი გამოგონება, პრეპარირებული ფორტეპიანო, პრეპარირება ნიშნავს ინგლისურად მომზადებას და ხდება შემზადება ფორტეპიანოსი აბსოლუტურად ახალი ამპლუასთვის, ახალი როლისთვის. რა ხდება ამ დროს პრეპარაციისას? ფორტეპიანოს ტემბრის, ფორტეპიანოს ჟღერადობის შეცვლის მიზნით ხდება სიმებში სხვადასხვა საგნის ჩამაგრება, იქნება ეს ჭანჭიტი, ბოლტი, პლასმასის თუ რეზინის ნაჭერი და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო წინა ისტორია აქვს პრეპარირებული ფორტეპიანოს გამოგონებას. კენინგემმა, ლეგენდარულმა ქორეოგრაფმა და კეიჯის მეგობარმა სთხოვა კეიჯს. მერს კანინგემმა სთხოვა კეიჯს დაეწერა მუსიკა აფრიკული ცეკვისთვის, ბაქანალი არ ქვა ამ ცეკვას და რა თქმა უნდა კეიჯის წარმოსახომ მაშინვე წარმოიდგინა დასარტყამი საკრავები, მაგრამ დარბაზი, სადაც უნდა შემდგარიყო ეს პერფორმანსი, ძალიან პატარა იყო და იქ ერთადერთი როიალი იდგა, დასარტყამი საკრავების ადგილიც კი არ იყო და აი მაშინ კეიჯმა იფიქრა და გადაწყვიტა როიალი გადაეკეთებინა ისე, შეემზადებინა ისე, რომ გამოსულიყო არათუ ერთი დასარტყამი საკრავი, არამედ დასარტყამი საკრავების მთელი ორკესტრი, როგორც მოგვიანებით იხსენებდა იგი და სწორედ აი ამ დროს დაიბადა პრეპარირებული ფორტეპიანო. უბრალოდ თუ გაუთვითცნობიერებელი მსმენელი ხარ, შეუძლებელია იცნო ამ ჟღერადობაში ფორტეპიანო, როგორ შეიძლება ინსტრუმენტს აი ესე დაუკარგო, თავისი სპეციფიკა და როდესაც თქვა სტუდენტებთან შევდივარ პირველად და ვასმენინებ, არა ვაყურებინებ, არამედ ვასმენინებ პრეპარირებულ ფორტეპიანოს, როგორც წესი, არც ერთი პიანისტი სტუდენტი ვერ ცნობს აი ამ თავის საკრავს. და იცი სხვათა შორის, ბევრი მიფიქრია, კოუელიც და კეიჯიც ორივე ამერიკელია და ესე მგონია რომ ასეთი რამ შეიძლება და მხოლოდ ისეთ ქვეყანაში მომხდარიყო, რომელიც არ იტანჯება აი ამ პიეტეტით ევროპული ტრადიციებისადმი, იმიტომ რომ ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო, თუნდაც გერმანელი ან ფრანგი კომპოზიტორი, რომელიც აი ესეთ რაღაცებს გაუკეთებდა ფორტეპიანოს, აი შეეხებოდა მის არსს, ხო? ფორტეპიანოს, რომელიც მის კულტურაში აი 3 საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა, იზრდებოდა, იხვეწებოდა. ვერ დაგეთანხმები ნამდვილად ბოლომდე, იმიტომ რომ მე მახსენდება კარლ-ჰაინც შტოკჰაუზენი, გერმანელი კომპოზიტორი, რომელსაც შეიძლება ითქვას პირადად იცნობდით და ჰქონდა პირდაპირი შეხება. მე გავიხსენებდი მის ერთ-ერთ ადრინდელ ნაწარმოებს, ეს არის სადღაც 60-იან წლებში შექმნილი. საკმაოდ გვიან, მაინც პირველები ამერიკელები იყვნენ. კი, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უბრალოდ ფორტეპიანოს სულ სხვანაირად გადაიაზრა. აქ არის ლაპარაკი ორ ფორტეპიანოზე და მის ნაწარმოებზე მანტრა. სადაც ფაქტიურად ორი ფორტეპიანო არ არის ორი სხვადასხვა ორგანიზმი. და რატო? ის იყენებს ასევე ელექტრონულ ჟღერადობას, უბრალოდ ეს ფორტეპიანოები მიკროფონებით არის გაძლიერებული, ასე რომ ვთქვა და გადის რაღაც ოპერაციებს, სადაც ის ელექტრონულად მუშავდება. და ძალიან მარტივად აუხსნის მსმენელს და მაყურებელს. ალბათ ყველანი ყოფილვართ კონცერტებზე და საქართველოში საკმაოდ ხშირი არის მსგავსი შეხვედრა, როცა მიკროფონი წუის. ასე უხეშად რო ვთქვათ, სლენგზე ვიტყვი, ეს არის ზავიასკა ან ფიდბექს, ხო, ეს ფიდბექი, ხო, რა ხდება ამ ორი სიხშირის შეჯახება, რომელიც ფაქტიურად ახალ სიხშირეს და ახალ ჟღერადობას წარმოქმნის. სწორედ აი ეს პრინციპი დაუდო მან საფუძვლად თავის ნაწარმოებს და მანტრაში სწორედ აი ორი სიხშირის შეჯახებით ორი ფორტეპიანოს გაერთიანება ხდება და ეს ორი ფორტეპიანო ახალ ჟღერადობას მატებს და პლუს კიდე გაზარდა შემსრულებლის მოვალეობები, ასე რომ ვთქვათ, და დასარტყამი ინსტრუმენტებიც კი დაუმატა და პიანისტს უწევს ფაქტიურად ჯოხებით დაკვრა დასარტყამი ინსტრუმენტებზე, ეს არის კროტალები თუ არა ვცდები. ასე რომ არ არის ეს იმდენად ის მარტო ამერიკაში საკმაოდ გაბედული ნაბიჯი გადაიდგა დაიბადა ეს ტენდენცია ამერიკაში, თუმცა შტოკჰაუზენზე ნამდვილად დაგეთანხმები, რომ ასევე ძალიან ნოვატორი კომპოზიტორი იყო და რახან ელექტროფიცირება ახსენეს, თავისებური ელექტრონული პრეპარაცია არის ფორტეპიანოს და ასევე ძნელია ხოლმე ამ ბგერის იდენტიფიცირება. ფორტეპიანოსთან აი რას ფიქრობ, საერთოდ აი ამ კლავიშიანი საკრავების ელექტროფიცირებაზე, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის
ლამის პირველი ნახევრიდან მოყოლებული 30-იანი წლებიდან მოყოლებული ელექტრონიკა შეიჭრა ფორტეპიანოში და ფაქტია დაიბადა მთელი რიგი ელექტრონული ინსტრუმენტებისა, რომლებიც დღეს შიშით ვუყურებ ამ ტენდენციას განვითარების კონკურენციას უწევს გარკვეულწილად რაღაცა სფეროებში ფორტეპიანოს. იცი რა არის ეს დრო მოიტანა, როგორ თქვა, ელექტროფიკაციის საუკუნე იყო მე-20 საუკუნე და უკვე 50-იანი წლების ბოლოს უკვე გაჩნდა სერიული წარმოება სინთეზატორების და ელექტრონული ორგანების, განსაკუთრებით მე გავიხსენებდი ერთ-ერთ უნიკალურ ინსტრუმენტს, ეს არის ჰემონდ ორგანი, რომელიც დღემდე ვერც ერთმა ინსტრუმენტმა ვერ ჩაანაცვლა. ის დღესაც აქტიურად გამოიყენება, როგორც პოპ მუსიკაში, ასევე აკადემიურ მუსიკაში და სხვათა შორის ერთ-ერთი პირველი მანდა შტოკჰაუზენი იყო, ვინც ეს ჰემონდ ორგანს მიმართა და ასევე კიდე არის მთელი სერია სემპლერების, ხო რა და სინთეზატორების და ეს არის ჩვეულებრივი განვითარება, ასე რომ ვთქვათ, კლავესი როგორც კლავესინმა ფორტეპიანოშვა, ასევე მოხდა ახალი ტიპის საკრავების წარმოჩენა. აი საკრავების, როდესაც შენ დააჭერ ერთ ღილაკს და აი ყველანაირი ბგერა შეიძლება გამოვიდეს საფორტეპიანო ბგერის, ანუ კლავიშიანი საკრავისთვის დამახასიათებელი ბგერის გარდა. საოცრება. საოცრებაა, ნამდვილად გეთანხმები. ფორტეპიანო და თეატრი, რას გულისხმობ? ფორტეპიანო როგორც უკვე თეატრალური პერსონაჟი, არა თანხლები და აკომპანიატორი და ასე შემდეგ, ან რომელიმე ანსამბლის წევრი, არამედ ისეთივე მომქმედი გმირი არის, როგორც მსახიობი. განსაკუთრებით გავიხსენებდი 2010 წლის შემდეგ დაიდგა ეს ოპერა, მუსიკალური თეატრი, ასე ვიტყოდი, უფრო ზუსტი განმარტება იქნებოდა, ეს არის მარკო სტროპას იტალიელი კომპოზიტორის ხმილება რე ორსო. სადაც ფორტეპიანო არის ისეთივე სრულყოფილი პერსონაჟი, როგორც სხვა მომღერალი ან მსახიობი. იმასაც თავისებური გრძნობები გააჩნია, არიები აქვს, რეჩიტატივები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესეთი პარადოქსულია, რომ ინსტრუმენტს ამ როლი აქვს, ხო, ფაქტიურად თავისი განვითარება აქვს ამ როლს და ბოლოს ის თავის სიცოცხლეს ამტავრებს სიკვდილით. ხდება ფორტეპიანო, რა თქმა უნდა, ეს არის მექანიკური ფორტეპიანოს ფენომენია, გამოყენებული, დღეს უკვე ხა ეს კომპიუტერული სოფთით იმართება. საკმაოდ საინტერესო არის. შემსრულებელი აღარ ხო აი შემსრულებელი კი უკვე მეორე პლანზეა გადასული. სხვათა შორის თეატრი რახან ახსენე, არ შემიძლია არ გავიხსენო, ლამონტ იანგს, ამერიკელ კომპოზიტორს აქვს ესეთი ძალიან საინტერესო საფორტეპიანო პიესა, მიძღვნილი ცნობილი ამერიკელი პიანისტის დევიდ ტიუდორისადმი, ნოტაციით არ არის ჩაწერილი ეს პიესა, არის სიტყვიერი ტექსტი. პიანის ცევალება გამოვიდეს სცენაზე, გამოიტანოს თივა დადოს როიალის წინ და კვებოს ეს ფორტეპიანო. პრინციპში ეს აქაც თეატრალური პერსონაჟია, თან ინსტრუქცია მთავრდება ისე, რომ პიესა მთავრდება მაშინ, როდესაც ფორტეპიანო თავს დაკმაყოფილებლად, ანუ გამძღარად იგრძნობს. რა თქმა უნდა, ხა ეს იუმორი აქვს ძალიან დიდი, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა რა იდეა იდგა ამის უკან და წაღვიკითხე მე ლამონტ იანგს უთქვას, რომ ძალიან უნდოდა მაყურებელს თუ მსმენელს, ძნელია მსმენელზე ისაუბრო, გადაეაზრებინა საერთოდ ამოეგდო ეს ფორტეპიანო თავისი ჩვეული კონტექსტიდან და მოეხდინა აი ამ საკრავისადმი თავისი დამოკიდებულების გადააზრება და ხანდახან ვფიქრობ,
იქნება, აი შენც ეს გჭირდება, რომ აი შეცვალო შენი დამოკიდებულება ფორტეპიანოსადმი, როგორც მონსტრისადმი. და რა თქმა უნდა, თეატრზე საუბრისას არ შემიძლია არ გავიხსენო საკუთარი გამოცდილება, ასეთი თეატრალური ნაწარმოების შესრულებისა, საქმე იმაშია, რომ კარლ-ჰაინც შტოკჰაუზენმა, შენ მიერ უკვე ხსენებულმა კომპოზიტორმა დაწერა ესეთი ნაწარმოები, საფორტეპიანო პიესა ნომერი 13, ანუ ლუციფერის სიზმარი. ეს არის ისევე როგორც ტროპას შემთხვევაში სცენა ოპერაში და ამ სცენის მთავარი შინაარსი არის ის, რომ პიანისტი ქალი აცდუნებს სცენაზევე მჯდომ ლუციფერს, აჯადოებს მას და იყენებს აი ამ მისათვის ფორტეპიანოს, იყენებს გასაოცარ ხერხებს ფორტეპიანოზე დაკვრის, მაგალითად იაპონელი გეიშას ჩაქუჩის საშუალებით აჟღერებს სიმებს, უკრავს იქვე მიმაგრებულ ინდურ ზანზალაკებზე, დაახეთქებს როიალის თავსახურს ხოლმე ეს გაბრაზების გამოხატვის ნიშნად, ჯდება კლავიატურაზე და სრიალებს მასზე. მე თვითონ მაქვს ეს ნაწარმოები შესრულებული სხვათა შორის და როდესაც მქონდა ინტერვიუ შტოკჰაუზენთან ვკითხე აი რას ფიქრობდა როდესაც აი ასეთ საოცარ ნაწარმოებს წერდა და ძალიან საინტერესო პასუხი გამცა მითხრა რომ აი ლამონტიანგის მსგავსად მასაც უნდოდა სმენელს გადაეაზრებინა თავისი დამოკიდებულება ფორტეპიანოსადმი და ოღონდ გამოიყენა ასევე დიდი რაოდენობით იუმორი. მან თქვა აი რა შეიძლება წარმოიდგინოს სმენელმა როდესაც ხედავს პიანისტს ფორტეპიანოსთან. პიანისტი უკრავს კლავიშებზე, მაგრამ წარმოიდგინეთ უცებ დგება ეს პიანისტი და აჯდება როიალს, ან მაგალითად ახეთქებს თავსახურს. ამ თვალსაზრისით მან თავისივე ნაწარმოებს ისტორიული მნიშვნელობა მიანიჭა და თქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი მოგზაურობა პიანისტისა, აი ამ პიანიზმის სამყაროში, რომელიც როიალს, აი ეს მოგზაურობა წარმოაჩენს როგორც ესეთ გაგიკვირდებოდა ასე თქვა ავეჯის ნაწილს. ძალიან სასიამოვნო, მაგრამ შეშლილ ინსტრუმენტს, რომელიც იმისთვის არის დედამიწაზე მოვლენილი, რომ ჩვენ ადამიანებს გვემსახუროს. ანუ შტოკჰაუზენისგან ეს არ არის გასაკვირი. შენ ახსენე ხა მე-13 კლავირშტუკი, როგორც ოპერის ნაწილი. მე ასევე გავიხსენებდი მის მე-14 კლავირშტუკს, რას ნიშნავს კლავირშტუკი? ეს არის უბრალოდ საფორტეპიანო პიესა გერმანულად. ნუ იმდენად დამკვიდრდა ეს სახელწოდება ამ ნაწარმოებებთან მიმართებაში, რომ ხშირ შემთხვევაში არც თარგმნიან. უბრალოდ მე-14 კლავირშტუკი, როგორც ოპერის შემადგენელი ნაწილი, აქაც მას გააჩნია 7 მუსიკალური დრამა, რომელიც სინათლის სახელწოდებით არის ცნობილი და დღეების მიხედვით არის ხო ეს დაყოფილი და სწორედ ერთ-ერთი მისი პირველი საოპერო ნაწილის ორშაბათი შენ თუ გახსოვს, როგორ ხდება ფორტეპიანო გამნაყოფიერებელი. და იდეა აქვს საკმაოდ ისეთი რაღაც საინტერესო და დამაინტრიგებელი, რომ რაღაცა ზემუსიკალური ნიჭის ადამიანი უნდა შვას შემდგომ ება, ასე რომ ვთქვა. ფორტეპიანოს მიერ განაყოფიერების შემდეგ. საინტერესო ფუნქცია აქვს ფორტეპიანოს. ხო, ნამდვილად საინტერესო ფუნქცია, მაგრამ რაღაცა სხვაგანაც ვიკვეთებით, მე მგონი. აბასად თუ მიხვდები. არა. რეალურად რაღაც რა მესამე რაიხის იდეა არის გატარებული. კაცზე რახან არის საუბარი? არა, მე ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მასაც უნდოდა რაღაც სრულყოფილი ადამიანი შეექმნა. არა, სრულყოფილზე არ საუბრობს, შტოკჰაუზენი საუბრობს ზემუსიკალურ ადამიანზე, როგორც შენ აღნიშნე, ადამიანზე, რომელიც გაცილებით უფრო მუსიკალურია, ვიდრე ჩვენ ვართ დღეს ადამიანზე, რომელიც აი ამ პროცესის შემდეგ დაიბადება, ადამიანზე, რომელიც არ საუბრობს, არამედ მღერის და აი ამ სიმღერის საშუალებით და მუსიკის საშუალებით გაცილებით უფრო სრულად გადმოსცემს ჩვენს დიდარ ემოციურ ხედავ ეს ამ პარალელს ასევე კომუნიზმთანაც რაღაც ახალი ფორმაციის ადამიანი და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ხელოვნება, მოგიხსენება, ხელოვნებაში კიდე თუ ეს არის ნიჭიერად და დამაჯერებლად გაკეთებული, ყველანაირი ექსპერიმენტი გამართლებულია, ასე რომ რატო ისიც რომ უფრო ჰუმანურები და უფრო კეთილშობილები ვიყოთ ცხოვრებაში და ხელოვნებაში ბევრი რამ დასაშვებია ეს თუ მართლა მაღალ დონეზეა გაკეთებული ასე რომ მე არ მაქვს მაგასთან პრობლემა. მე ძალიან მიჭირს მესამე რაიხის იდეების დაშვება თუნდაც ხელოვნებაში, მაგრამ ძირითად საკითხში მაინც გეთანხმები და ბოლოს როდესაც ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ აჩქო აი ამ ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციის გზას, რომელიც მე გადაცემის დასაწყისში ვახსენე, აი როგორც კომპოზიტორს არ შემიძლია ერთი შეკითხვა
არ დაგისვა როგორც პიანისტმა. როდესაც შენ სტროპაზე საუბრობდი და ახსენე ფორტეპიანოს სიკვდილი ოპერაში, მე ესეთი გამიჩნდა შეგრძნება, რომ გარკვეულწილად ეს სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი დღეს ფორტეპიანო აკუსტიკური ფორტეპიანო, ჩვეულებრივი ფორტეპიანო ტრადიციული გაგებით თითქოს მოკვდა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მან დაკარგა ის აქტუალურობა, რომელიც ჰქონდა 3 საუკუნის განმავლობაში. თანდათან კლებულობს იმ კომპოზიტორების რაოდენობა, რომლებიც საერთოდ ფორტეპიანოსთვის წერენ, მით უმეტეს უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებებს, ყველას აინტერესებს ან ელექტროფიცირება, ან პრეპარირება, ან საერთოდ მისი ელექტრონული კონკურენტები, მაგალითად სინთეზატორი, ან თუნდაც ლეპტოპი, ხო, რომელიც კლავიშენის საკრავების ახალ ეტაპს წარმოადგენს. აქვს ფორტეპიანოს, აი ჩვეულებრივ ფორტეპიანოს თავისი კლავიშებით, აი თუნდაც სიმებით კარგი, მაგრამ მაინც თავისი ადგილი 21 საუკუნეში. თავისუფლად. კი, და უბრალოდ რაღაცა პერიოდია ესეთი, რომ რაღაც ცოტა ხანი ისვენებს ეს საკრავიც. მოგხსენება ზოგადად ხელოვნება ისვენებს სამწუხაროდ, აღარ დარჩა დრო და ადგილი, რომ ხელოვნებამ გააკვირვოს ადამიანი. სამწუხაროდ ეს ტექნოლოგიებმა შეინაცვლა დღეს და ხშირ შემთხვევაში ალბათ ცოტა ხანი ისვენებს და მე ისევ დაუბრუნდება თავის პირველად ფუნქციას. მე ეგრე მგონია. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის.